საღამშვიდობის 2 აპრილს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად. მთავრობაში ცვლილებებია. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება. მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობის და ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება. გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად სუსის ხელმძღვანელად პრემიერის ინფორმაციით პარლამენტს მოქმედ იუსტიციის მინისტრს ანდრე ოხანაშვილს წარუდგენენ. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე პაატასალიას დანიშვნა დაანონსა. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 წლიანი დაგვიანებით სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. კახაკალაძის ინფორმაციით შესაბამისი ხელშეკრულება უცხოურ კომპანიასთან გაფორმდა. თბილისის მერიის ინფორმაციით გმირთა მოედანზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია დასრულებულია. კახაკალაძის განცხადებით ტერიტორიაზე არსებული ნაკადებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს ახალი შუქნიშნების ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი. გასულ წელს სადაზღვეო სექტორი 18%-ით გაიზარდა. ინდუსტრიამ, რომელიც 19 სადაზღვეო კომპანიას აერთიანებს, $1.259 მილიონი პრემია მოიზიდა, 195 მილიონით მეტი ვიდრე შარშან. მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის 5-წლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანით საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა. ქართული ოცნება სამინისტროების რაოდენობას ზრდის. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორ ნაწილად იყოფა და რეგიონული განვითარების დამოუკიდებლად ჩამოყალიბებულ სამინისტროს გრიგოლ ლილუაშვილი იბარებს. ინფრასტრუქტურის მიმართულებას მინისტრის სტატუსით ირაკლი ქარსელაძე ინარჩუნებს. 2019 წელს პარლამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ამ წლის ოქტომბრის ჩათვლით დამტკიცებული ლილუაშვილი, რომელსაც არაერთხელ აქვს ჟურნალისტებთან ნათქვამი, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებდა, მედიასთან დღეს აღარ გამოჩენილა. მთავრობის ადმინისტრაციაში დეტალური განმარტებები იმაზე, რატომ ყოფს ქართული ოცნება სამინისტროებს არ გაკეთებულა. ჟურნალისტების გარეშე ჩატარებული ბრიფინგისას პრემიერმა თქვა, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამაც თბილისის გარეშე 4 მილიარდს გადააჭარბა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ზრდის და მეორე მხრივ ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ეკონომიკის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამად თბილისის გარეშე 4 მილიარდი შეადგინა. ეს ერთი მხრივ ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო მეორე მხრივ ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვას და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება. გრიგოლ ლილუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 85 ხმით პარლამენტმა 2019 წელს დაამტკიცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ლილუაშვილის კანდიდატურა მაშინ მას შემდეგ წარუდგინა, რაც სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2019 წლამდე ლილუაშვილი პირველი მოადგილე იყო ვახტანგ გომელაურის, იქამდე 2016 წლის მოწვევის პარლამენტარი, როცა ქართული ოცნების სახელით ხონის და ვანის მაჟორიტარი გახდა, თუმცა მანდატი 2017 წელს დატოვა, რის შემდეგაც თბილისის მერიაში დავით ნარმანიამ უკვე მოადგილედ წარადგინა. ლილუაშვილი 1999 წლიდან მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში, საჯარო სექტორში ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, რაც შეეხება კერძო სექტორში მის გამოცდილებას, ის ქართუ ჯგუფის წევრი წლების განმავლობაში იყო, მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე, ჟპს ბურჯში
ბანკში და ქართულ მშენებელსა და ბანკ ქართულში. ლილუაშვილი განათლებით ეკონომისტია, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, მასთან კითხვები მედიის წარმომადგენლებს გარემოებებთან გაპრემიერებასთან დაკავშირებით არაერთხელ დაუსვამთ, რა დროსაც ის ჟურნალისტებთან აცხადებდა ყველა ჯერზე, რომ დაკავებულ თანამდებობაზე სამუშაო ვადის ამოწურვას ბოლომდე მიიყვანდა. გასული წლის მიწურულსაც ასევე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის სურვილი და ინტერესი არ ჰქონდა და მაშინ ამ პასუხით კითხვის ამოწურვა ითხოვა. გრიგო ლილუაშვილთან კითხვები პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებით და გაყოფილი სამინისტროს ფუნქციებზე ბევრი დარჩა. მთავრობის სტრუქტურის ცვლილებაზეც სამუშაო პროცესი პარლამენტში უნდა წარიმართოს და როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, 15-18 აპრილს სასესიო კვირაში დაამტკიცდება. დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ ასევე ლილუაშვილის შემცვლელიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ იუსტიციის მინისტრად დანიშნული ანრი ოხანაშვილი იქნება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი შეგახსენებთ არის სამართლის დოქტორი, მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლენილი კონსულტაციების თანახმად საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ მიმდინარე კვირის პარასკევს ეღრება კენჭი. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლენილი კონსულტაციების თანახმად პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს კენჭი ეყრება. გასული კვირის ნოემბერში ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის პოსტი რატი ბრეგაძის ნაცვლად დაიკავა. ანრი ოხანაშვილი 2020 წლიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ის ამასთან მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. რაც შეეხება იუსტიციის მომავალ მინისტრს, ამ თანამდებობაზე პაატა სალია დასახელებული. სალია მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია ქართული ოცნებიდან, ის მანამდე 2019-2024 წლებში რუსთავიორის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2005-2019 წლებში სალია საადვოკატო კომპანიის გაბუნია და პარტნიორების პარტნიორი იყო. ასევე რამდენიმე წუთის წინ BMG-ს ფინანსთა სამინისტროში კიდევ ერთ საკადრო ცვლილებაზე დაუდასტურეს ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა დატოვა თანამდებობა. უწყობის მონაცემებით მან თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი რამიშვილი ამ პოსტს 2018 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იქამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. უფრო მანამდე ფინანსთა სამინისტროს გამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში მოხვედრამდე სოსო რამიშვილი შპს RMG Gold და შპს RMG კუპერის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე 2016-17 წლებში შპს მარავდა კარწახის რკინიგზის ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე იყო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2025 წლის სამთვეში 478 მილიონი ლარის ბიუჯეტი აითვისა, რაც გეგმას 21.800.000 ლარით, ანუ 104.8%-ით აღემატება. 2025 წლის სამი თვის გეგმებს გადააჭრბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით. ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდა ეს თანხა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გეგმა 106%-ით შეასრულა და 315.300.000 ლარი დახარჯა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 107.100.000 ლარი აითვისა, რაც გეგმის 103%-ია. ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი, შესაბამისად რეგიონული განვითარების სამინისტრო ეწოდება იმ გამოყოფილ ნაწილს, რომელსაც გრიგო ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, როგორ მოხდება ბიუჯეტების გადანაწილება. ეს ჯერჯერობით ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს კი კვლავ ირაკლი ქარსელაძე შეინარჩუნებს. არსებული მდგომარეობით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტის 3.120.000.000 ლარის მოცულობის აქვს განკარგვაში და მის ადმინისტრაციაში 306 ადამიანია დასაქმებული.
პარლამენტმა მესამე მოსმენით 91 ხმით პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა და ამ ცვლილებებით რეგლამენტით გათვალისწინებული საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. საუბარია ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, როგორიც არის CESCO-ს წევრების, საპროკურორო საბჭოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, საზოგადოებრივი მაუწყებლის, სამეურვეო საბჭოს წევრების, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევაზე. რეგლამენტის პროექტით ასევე იცვლება და ახლებურად ყალიბდება CESCO-ს წევრის არჩევის პროცედურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა. აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვების და გაუქმების წესის, ასევე პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებია. რეგულირების სფეროს შესახებ პირველი მუხლს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭება ემსახურება აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტურობისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური დაბეგურის რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებას. ცვლილება შევიდა აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მოპოვების შესახებ მუხლში განაცხადების განხილვის ვადებთან დაკავშირებით. განახლებული რედაქციით განცხადების მიღებიდან ერთ თვეში ადმინისტრაცია განიხილავს სტატუსის მინიჭების მსურველი პირების განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირისთვის აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. სიახლეა ის, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია განახორციელებს ობიექტის მონიტორინგს, შესაძლებელი არის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა გაგრძელდეს მაქსიმუმ 60 დღემდე. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია წარდგენილ განაცხადში ან და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოფხვრისათვის განცხადებელს გონივრული ვადა განუსაზღვროს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ოდენობით, აქამდე ეს 20 დღიანი ვადა იყო. ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვისათვის ამ წესით დადგენილი ვადის დინება ჩერდება. დადგენილებიდან ამოღებული არის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც ასევე ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსი ავტომატურად იმ პირს ენიჭება, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92 და 99 მუხლების შესაბამისად მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ის ჩართული არის ადმინისტრაციის პროექტში ღვინის გზაში და აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამას გარდა განახლდა და გაფართოვდა აგროტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო კრიტერიუმებიც. საქართველოს მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის 5-წლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანით სტარტაპ ეკოსისტემის ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა. პროგრამა ორ აქსელერაციის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ისეთი სტარტაპ კომპანიების შერჩევა, სწავლება და მენტორშიპი, რომელთა დამფუძნებლებს აქვთ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე ბიზნეს იდეა. ამასთან გათვალისწინებული არის სტარტაპ კომპანიების საგრანტო დაფინანსებაც. პროგრამას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს, რომელიც შერჩეული აქსელერატორებისათვის საგრანტო დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, ასევე აქსელერაციის მეორე და მესამე ფაზაში მყოფი ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიებისათვის საგრანტო დაფინანსების გამოყოფას. ამისთვის პროგრამის მოქმედების განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა 2030 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისათვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს. ლევან დავითაშვილის უწყების მონაცემებით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43%-ია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა
1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს. საქართველოს სილიკონის ველზე ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის, ესეც კიდევ ერთი ინფორმაცია არის, რომელიც ტექნოლოგიურ მიმართულებას უკავშირდება და მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემებით სან-ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი იფუნქციონირებს, რომლის მეშვეობითაც ქართული სტარტაპ კომპანიები მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლას და საერთაშორისო ინვესტორებთან წვდომას გლობალური ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრში. სილიკონ ველი თანამედროვე სამყაროს ინოვაციური ინფრასტრუქტურის ზონა არის, სადაც მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაციები და სტარტაპები ჩამოყალიბდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები და კერძოდ სილიკონის ველი ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის უმთავრესი პარტნიორია მისი შექმნის პირველივე დღიდან. როგორც იცით, აქ არის თავმოყრილი მსოფლიოს ვენჩურული კაპიტალის და ინტელექტუალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა, ამდენად ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციური ჰაბის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად. როგორც იცით, პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობით. ინფრასტრუქტურის თემას რომ მიუბრუნდეთ, ამ ჯერზე თბილისის მერიის მხრიდან დაანონსებული თუ შესრულებული პროექტების სიახლეების გაგაცნობთ თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე ლაგუნა ვერის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია დაასრულა. კახაკალაძის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაციაა განხორციელებული. კალაძის თქმით, პროექტი წინასწარ შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით წარიმართა და ტერიტორიაზე არსებული ნაკადებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება ხდება, რათა სამინისტროს ახალი შუქნიშნების ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი იყოს განსაზღვრული. სარეაბილიტაციო სამუშაოები გმირთა მოედნი და ზვიადგამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა, სადაც გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში პირველი რაც გავაკეთეთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რეაბილიტაცია ჩატარდა. კერძოდ მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც ფაქტურად არ არსებობდა. ამორტიზირებული გადმომარაგების მილები შეიცვალა და ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები, რომელიც აერში იყო გადმოკიდებული, ყველაფერი ჩავიტანეთ მიწისქვეშა კაბელ არხებში. გმირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების დინამიურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი მოეწყო კუნძულები და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშნები. რაც შეეხება მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 9 წლის წინ დაწყებული. მუშაობის დასრულება დედაქალაქის მთავრობაში დღეს კიდევ ერთხელ ამჯერად სექტემბრისთვის დაანონსდა. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების მთავარი მიზეზი მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში, როგორც ადგილობრივი, საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად გაფორმებული არის ამ დროისთვის ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შეპესე ProBuild ექსპერტთან. მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციაზე ამ დრომდე 10 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული და კახაკალაძე აღნიშნავს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაო მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ჭერის და კედლების, ასევე საექსკალატორო დახრილ გვირაბში აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟი და მათ ნაცვლად თანამედროვე უსაფრთხო მასალებით ჭერის მოწყობა. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად გავაფორმეთ ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან ProBuild ექსპერტი და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე აღდგენის პროექტის მომზადება. მიმდინარეობს კვლევები, რაც როგორც ითქვა უკვე სამხარაგულის მიერ არის მოთხოვნილი, შესაბამისად ამ მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება სრული კვლევა რკინა-ბეტონის თაღის
და ამ კვლევების შედეგად აღდგენის პროექტი, შესაბამისი აღდგენის პროექტი, სადაც იქნება ამის აუცილებლობა, განხორციელდება და დასრულდება პროექტი, მოპირკეთება და ასე შემდეგ სამუშაოები დასრულება დაგეგმილია სექტემბრის თვეში. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი აღნიშნავს, რომ 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი სავარაუდოდ მომდევნო წლიდან დაიწყება. BMG-ის კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ პროექტის მიმდინარე სტატუსზე საუბრისას აღსანიშნავი არის ტენდერი, რომელიც 12 მეტროსადგურის კონცეპტუალურ გეგმას ეხება და EBRD-ის დონორობით უნდა განხორციელდეს. შარკოვის თქმითვე, სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წელი იქნება. ტენდერი მიმდინარეობს 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეფასება მალე დასრულდება, უკვე ფინანსური წინადადებების გაიხსნა, თან ხდება ბანკთან უკვე გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი. ამ ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია განახორციელებს კონცეპტუალური დიზაინის მომზადებას და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას უკვე დეტალური დიზაინისა და მშენებლობისათვის, სამშენებლო სამუშაოებისათვის, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლიდან უკვე დაიწყება. სამუშაოების ხანგრძლივობას ჩვენ ვარაუდობთ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ხვდებით, რომ 12-ვე სადგურს ერთად ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელია საჭიროება გახდეს სადგურების დაკეტვის. აქედან გამომდინარე, პროექტანტი და შემდეგ მშენებელი უნდა წარმოგვიდგინოს გეგმა, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდება ამ სადგურების რეაბილიტაცია, რომ მგზავრობას და მგზავრებს შეფერხება მაქსიმალურად მინიმუმამდე დავიყვანოთ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრი დაგრძელების და ახალი სადგურების მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა გამოაცხადა. ფასების გამოკვლევა უნდა დაადგინოს, რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაჯდება დედაქალაქში მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით გლდანის და ვარკეთილის მიმართულებით ახალი სადგურების საპროექტო სახარდახვეწლო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. რადგან გადაწყვიტა თბილისის მერია მეტროს არსებული ხაზის გაფართოება, კონკრეტულად გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებზე, რა არის პროექტის სავარაუდო ღირებულება და რა ვადებს შეიძლება უყურებდეს ქალაქში ახალი მეტროსადგურების მშენებლობა. ანუკა ჯოხაძის სიუჟეტში გიყვებით. თბილისის მერია მეტროს არსებული ქსელის გაფართოებას განიხილავს და საერთაშორისო ფასების მოკვლევა დაიწყო. დედაქალაქის მთავრობის გეგმაში პირველი ხაზის, გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით გაგრძელება და ახალი სადგურების მშენებლობაა, რაც ქსელს 5.2 კილომეტრით დააგრძელებს. პროექტის საჭიროება თბილისის მერიაში გაზრდილი მგზავრთნაკადით აიხსნება. რა ხარჯის გაწევა იქნება საჭირო, სურვილი საქმეთ რომ იქცეს. ამაზე სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ასე გვპასუხობს. ბოლო 3-4 წლის წინანდელი ფასებით რაც ქონდა მოძიებული 1 კილომეტრი ხაზის მშენებლობა მიწისქვეშა განლაგების ჯდებოდა 60-დან 100 მილიონ დოლარამდე, ისევ და ისევ აქ ბევრი დეტალი არის, ლანდშაფტის მნიშვნელობა აქვს, განლაგებას, კვეთებს, მათ შორის მდინარის ქვეშ კვეთებს და ასე შემდეგ. ბევრი ნიუანსია, მოკლედ მერყეობს ამ ნიშაში ეს ფასები, ჩვენი შემთხვევაში, ჩვენი პროექტის შემთხვევაში ისევ და ისევ ბაზრის კვლევა აჩვენებს, სადღაც 70-80 მილიონი დოლარის ფარგლებში. დედაქალაქში მეტროს ქსელის გაფართოების მთავარი შემაფერხებელი, რომ დიდი ხარჯის საჭიროება არაერთხელ ითქვა. ფრანგული კომპანია Sistras წარმომადგენელი ამბობს, რომ მიდგომა შესაძლებელია და როცა ქალაქში არსებული ვითარება ისეთ კრიტიკულ ზღვარზეა, როგორც ეს თბილისშია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჭირო ფინანსების მოზიდვა უნდა უზრუნველყოს. მათი შეფასებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით ვარკეთილისა და გლდანის მიმართულებებით ახალი მეტროსადგურების მშენებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისისთვის საცობების პრობლემა წლიდან წლამდე სულ უფრო გამწვავდება. ხალხის ნაკადი, ადამიანების ნაკადი ისეთ მზარდუბანში, როგორიც არის გლდანი, 1 მეტროსადგურში ამ ხელაუბანს ვეღარ მოემსახურება. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი იდეა, კიდევ დამატებითი სადგურის შექმნა გლდანისთვის და დაგრძელება მეტროს ქსელის. რაც შეეხება ვარკეთილს, ვალინგიდან ქვემოთ მე-4 მიკრორაიონია ვარკეთილის და მე-3 და იქიდან მე მოდის უკვე ქალაქის ცენტრისკენ, ანუ ვარკეთილს ქვედა სადგურსაც გამოივლის და მე ქალაქის
ცენტრისკენ მიდის. აი ეს ნაკადი ძალიან დიდია არის, აი გაუთავებელი საცობები და ამ საცობებს ვერ უშველის მერია თუ დამატებით არ შეეშველა კიდევ რაიმე სახის ტრანსპორტი. ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი გვიყვება, რომ მიმართულებები, სადაც დღეს თბილისის მერია ახალი მეტროსადგურების მოწყობას განიხილავს, მეტროს პირველად სქემებზეც გათვალისწინებული იყო. ხარჯთეფექტურობის გათვალისწინებით რამდენად უმჯობესი შეიძლება მიწისზედა მეტროს გეგმაზე მუშაობის დღის წესრიგში დაბრუნება იყოს, ბაბუნაშვილი ამბობს, რომ დასახელებულ მონაკვეთზე მარშრუტის და გარემოს გათვალისწინებით მიწისზედა მეტროს პროექტის შესრულება უფრო რთული იქნება. მიწის ზედაპირზე მიწის ზედად მეტროს გაკეთებას, ეს ფიზიკურად ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს ბოლო სადგურები, საიდანაც უნდა მოხდეს ხაზის გაგრძელება, ახმეტელის თეატრი გავაკეთილი. საკმაოდ დიდ სიღრმეზეა, 40 მეტრზე მეტი და ამის შემდეგ თან რელიეფიც ადის მაღლა. და მეტროს აქვს სტანდარტული ქანები, ანუ 100 მეტრზე 4 მეტრზე მეტი თან შეუძლია მას, ასე ვთქვათ, მაღლა ამოსვლა. სხვათა შორის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ იმ კონტრაქტორ კომპანიამ, რომელიც დაინტერესდება, მას გამოცდილების ერთ-ერთი კომპონენტია, რომ უნდა კონდეს საესკალატორო გვირაბების აგების გამოცდილება, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში საესკალატორო გვირაბები იქნება საჭირო. პროექტის განხორციელების საორიენტაციო ვადა 5 წელია და სამუშაოები რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. ინჟინერები, რომლებიც წლების წინ თბილისის მეტროს განვითარებაზე მუშაობდნენ, დღეს გვიყვებიან, რომ ორივე მიმართულებით გვირაბის გაყვანას 2 წელზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს, თუმცა პროცესში მთავარი გამოწვევა ხარჯები იქნება. ფარით გაყვანა აუცილებელი არის, იმიტომ რომ სიჩქარის გულისთვისაც. თუ ბურღვა აფეთქებით თვეში გავა დაუშვათ 70 მეტრი გვირაბი, ამ შიტით ფარით გავა 300 მეტრი. აი რამხელა გავა 5 ჯერ უფრო დაჩქარებული მეთოდი იქნება. თავისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიმით 2 წელიწადში თავდება 2 წელიწადნახევარში, მაგრამ აქ ხო მარტო გვირაბები არ არის. მათ მერე ჩიხები იქნება, მათ სადგურებია და დახრილი გვირაბებია და თვითონ გვირაბების გაყვანა, გადასარბენი გვირაბების გაყვანა 2 წელიწადში თავისუფლად მოხდება. ამ მონაკვეთზე. გდანის და ვარკეთილის მიმართულებებზე თითო სადგურის დამატების გარდა თბილისის მერიაში წლების წინ აშენებული და ამ დრომდე უფუნქციო თუ ვერ დასრულებული მეტროსადგურების ამოსასვლელების ექსპლუატაციაში შეყვანაც განიხილება. მათ შორის არის მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს ეგრეთ წოდებული მეორე ამოსასვლელები. მერიაში ამ კუთხით კონკრეტულ ვადებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ სიახლეები იქნება. მიმდინარეობს ახლა პროექტი ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელის მოწყობასთან დაკავშირებით და მარჯანიშვილის სადგურის მეორე ამოსასვლელის, რომელიც ჯერ კიდევ იმ კომუნისტების დროს იყო, ასე ვთქვათ, გათხრილი გვირაბები, მაგრამ დაუსრულებელი იყო პროექტები. ამ მიმართულებითაც მინდის და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებითაც მალე გვექნება პროგრესი და ეს ამოსასვლელებიც ამუშავდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს სადგურების განტვირთვას და მგზავრების ადგილობრივი მოსახლეობის უფრო ხელმისაწვდომი და უფრო კომფორტული იქნება მეტროთი მგზავრობა. ბოლოს თბილისის მეტროს ქსელში ახალი მეტროსადგური უნივერსიტეტი 2017 წელს გაიხსნა, რომლის მშენებლობასაც 2 წელი და 83 მილიონი ლარი დასჭირდა. ეს მაშინ როცა ახალ სადგურამდე გვირაბი გაყვანილი იყო. დედაქალაქში მეტროს 23 სადგური გვაქვს 1985 წლიდან დღემდე, ანუ 40 წელში 2 მეტროსადგურის გახსნა მოხერხდა. სანტე GMT პროდუქტები ყვარლის ბაგას გარშემო განვითარებულ სკანდალზე განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს და განმარტავენ, რომ რძე, რომელსაც სანტე იღებს, შემოწმებულია ხარისხის უმაღლესი ევროპული სტანდარტით. განცხადება გაავრცელა აგროჰაბმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება. გასტრონომის გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ გასტრონომის რძის პროდუქტები ჟპს გეოინდუსტრიის კუთვნილ საწარმოში იწარმოება სამეგრელოს რაიონის სოფელ მენჩში და არ აქვს კავშირი ყვარლის ბაგასთან. პირველ კვარტალში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით 40 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 19 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს 25 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, საბოლოოდ 13,573 ლარის ოდენობით.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მდებარე ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა იწყება და 3 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდული იქნება. Selfie Mobile-ის გენერალურ დირექტორად როსტომ ტალახაძემ ირაკლი ესართია ჩაანაცვლა. ტალახაძე 2016 წლიდან TBC-ში მუშაობდა, მათ შორის ძირითადად უზბეკეთის ბაზრის მიმართულებით. Sante GMT პროდუქტები ყვარლის ბაგას გარშემო განვითარებულ სკანდალზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. კომპანია განმარტავს, რომ რძე, რომელსაც Sante იღებს, ხარისხის უმაღლესი ევროპული სტანდარტით არის შემოწმებული. ხარისხის სტანდარტები და ლაბორატორია გვაძლევს საშუალებას მკაცრად ვაკონტროლოთ და არ ჩავიბაროთ თუ ხარისხო ნედლეული, წერია კომპანიის განცხადებაში და განმარტებულია, რომ Sante იყო პირველი, რომელმაც 2018 წელს რამდენჯერმე აღმოაჩინა ხარისხობრივი შეუსაბამობა ყვარლის ბაგას მიერ მოწოდებულ რძეში და არ შეისყიდა მისგან პროდუქტი. განცხადება გაავრცელა აგროჰაბმაც, რომელშიც კომპანია აღნიშნავს, რომ აგროჰაბში ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან, გადის რამდენიმე საფეხურიან დამატებით შემოწმებას მათ ლაბორატორიაში. კომპანიაში განმარტავენ, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ შემოწმების კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და ასეთი პროდუქტი უკან გააბრუნეს. განცხადება გაავრცელა გასტრონომმაც, კომპანიის ინფორმაციით, მათ საწარმო, სადაც რძის პროდუქტები იწარმოება ყვარლის ბაგასთან არ აქვს კავშირი. სასამართლოში ლაშა პაპაშვილის ყვარლის ბაგასა და ლევაზ ვაშაკიძის ჩირინას შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. დავისაგანი კი თავის მხრივ ქათმის პროდუქტების მწარმოებელი ჩირინას მიერ მიწოდებული ქათმის ნაკელია, რომელმაც ანტიბიოტიკების შემცველობის გამო ყვარლის ბაგას ცხოველების ნაწილი დახოცა, როგორც მომჩივანი აცხადებს. ჩირინაში ამბობენ, რომ მათი პროდუქცია ყვარლის ბაგას არა საკვებად, არამედ სასუქად მიყიდეს. მომხმარებელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყვარლის ბაგამ გაავრცელა და ახლობით 9 საათის წინ განცხადება, რომელშიც თავის მხრივ აღნიშნულია, რომ ყვარლის ბაგა 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს Santes. მოგვიანებით მყიდველთა სიას დაემატნენ სოფლის ნობათი, აგროჰაბი და რძის ლაბორატორია. ამ ჩამოთვლილ კომპანიებთან დღემდე გრძელდება ყვარლის ბაგას თანამშრომლობა და თითოეული დაადასტურებს ყვარლის ბაგას მიერ მოწოდებულ ნედლი რძის უმაღლეს ხარისხს, წერს კომპანია. ჩვენ ვამაყობთ და მრავალი უცხოელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყვარლის ბაგას რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური ქვეყნის მწარმოებლის რძის ხარისხს. 2015-2020 წლებში ყვარლის ბაგას მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებებით ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018-2019 ფერმის კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი. ეს იყო საკვები დანამატი, მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო და არა ძირითადი ინგრედიენტი. კომპანია განმარტავს, რომ ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე დაიწყო მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ლაბორატორიების მიერ მიწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომელმაც დაადასტურა ჩირინას პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა 2019 წელს ჩირინასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს და ყვარლის ბაგას კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შეპესე ყვარლის ბაგას და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში. ის განადგურებულია და სწორედ რძის დანაკარგი და მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შეპესე ყვარლის ბაგა შეპესე ჩირინასაგან, წერს კომპანია განცხადებაში, რომელიც შეგახსენებთ, რომ დღის ბოლოს კომპანიის მხრიდან არის გავრცელებული. აგრარულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის 47 მუხლის თანახმად საკონსულტაციო საბჭოს შექმნის. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა საბჭოს 10 კაციანი შემადგენლობა, რომელიც სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლებით და დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა თქვა, რომ საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მიზანი არის საბჭოს წევრების ცოდნის, გამოცდილების და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით კომიტეტს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიოს აგრარულ სექტორში არსებული გამოწვევების და გადაჭრის გზების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ხელშეწყობის თაობაზე, სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის შესახებ და ასე შემდეგ. სამხარაულის განცხადებით, კანონპროექტების განხილვისას მნიშვნელოვანი არის დარგის სპეციალისტები იყვნენ ჩართული პროცესებში და სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ რჩევები გააზიარონ. ეს საბოლოო ჯამში ისეთ გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება, რომელიც გამოადგება დარგსაც და ჩვენს მოსახლეობასაც, ამბობს სამხარაული. კომიტეტმა ასევე დაამტკიცა საკონსულტაციო საბჭოს დებულებაც.
2 აპრილის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა, ლარის ცვლილება თეთრის 900-ი არის და დოლარის ღირებულება შესაბამისად 2 ლარი და 76 თეთრი გახდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტა ევროსთან მიმართებით თეთრის 32-ით გამყარდა და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 98 თეთრია. თეთრის 38-ით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 3 ლარი და 57 თეთრი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსი 7 თეთრი და 28-ია. დღეს არ შეგვიძლია ცალსახად თქვათ, რომ კრიზისი დაწყებული ან რაიმე მოლოდინია ამ მიმართულებით. ეს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ საქმიან დილას ეთერში განაცხადა და თქვა, რომ დღეს არ ჩანს არანაირი წინაპირობა პრობლემების არსებობაზე. თუმცა ის რისკები, რაზეც საუბრები არსებობს, არსად წასულა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გამოწვევების შემთხვევაში ბანკები მომზადებულები არიან. ძნელაძის თქმით, მართალი არის შენელებულია საფინანსო სექტორში აქტივობა, თუმცა გაზრდილი არის საპროცენტო განაკვეთები. საქართველო ამ კუთხით ამოვარდნილი არ არის იმ საერთო სურათიდან, რაც მსოფლიოშია. საბანკო ასოციაციის მოლოდინია, რომ უფრო ნათელი სურათი ზაფხულში გამოჩნდება, თუ როგორი არის ტენდენციები და რა მიმართულებით მიდის სექტორი. არ შეგვიძლია რომ ცალსახად ვთქვათ, რომ უკვე კრიზისი დაწყებულია, ან რაიმე მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ მიმართულებით. ცალსახად არ არის დღეს ამისი მნიშვნელოვანი მაჩვენებლებები და ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წლის პროგნოზთან მიმართებაში იქნება ეს ინფლაციის მაჩვენებელთან მიმართებაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში, თუ ლარის კურსთან მიმართებაში არანაირ წინაპირობას ამ თვალსაზრისით ვერ ვხედავთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გამოწვევები რა გამოწვევებთან მიმართებაში საუბრობთ და მუდმივად გვაქვს ხოლმე რეაგირება არსებობს კვლავინდებურად, ამასთან მიმართებაში მზაობა, ეს მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს, რომ მზაობა გარკვეულ გამოწვევებთან მიმართებაში არის პირდაპირ ხარჯთან დაკავშირებული, რომელიც ეს ნიშნავს დამატებით კაპიტალს, დამატებით ლიკვიდობას, დამატებით მზაობას გარკვეულ საფრთხეებთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა წინა პერიოდმა მოგცა საშუალება, რომ ამისთვის მზად ყოფილიყავით და ესე რომ ვთქვათ, თუ დღეს უყურებთ, რომ წინა პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპს უფრო მეც ვიხილავდით, გარკვეულ კეთილად არსებობს შემცირებების სადებოზიტო პორტფელთან მიმართებაში. კი, რა თქმა უნდა, არის შემცირება, მაგრამ ეს აისახა საპროცენტო განაკვეთებზე. არაფერი განსაკუთრებულად, ესე რომ ვთქვათ, დღეს რომ ამოვარდნილად ვთქვათ, რომ აი ამან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს, დღეს საბედნიეროდ არ გვაქვს. გასულ წელს სადაზღვო სექტორი 18%-ით გაიზარდა. ინდუსტრიამ, რომელიც 19 სადაზღვო კომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს, 1,259 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 195 მილიონით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. ამავე პერიოდში სექტორმა 127 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 71%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სადაზღვო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა, ზრდის ტემპის დიდი წილი ინფლაციურ პროცესებზე მოდის. თავად დაზღვეულთა რაოდენობა კი შედარებით ნელი ტემპით იზრდება. რა ტენდენციებია სადაზღვო ბაზარზე და როგორი არის მოლოდინები? უკვე მიმდინარე წლისათვის ნუცა შუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. სადაზღვო სექტორმა გასული წელი გაუმჯობესებული მოგებიანობით და გაზრდილი შემოსავლებით დახურა. 2024 წელს 19 სადაზღვო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდულმა პრემიამ თითქმის 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში სექტორმა 127 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. სადაზღვო ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ გასული წელი შედარებით სტაბილურობით გამოირჩეოდა და სექტორმა კარგი ზრდის ტემპი აჩვენა. თუმცა მათი თქმით, კვლავ ფიქსირდება ტენდენცია, როდესაც მოზიდული პრემიის დიდი ნაწილი გაძვირებულ სადაზღვო პროდუქტებზე მოდის და არა დაზღვეულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე. 2024 წელი როგორც მოლოდინები ქონდა ბაზარზე დაახლოებით ის ვთქვათ რეალობა დაჯდა, დაახლოებით 18% გაიზარდა ბაზარი 2024 წელს გასულ წელს. შესაბამისად ზრდის დინამიკა ძალიან კარგია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არანაირი ტიპის სტიმულები ბაზარზე ასე განსაკუთრებული არ ყოფილა. ძირითადი ზრდის ფაქტორი იყო ჩამხლობის დაზღვევაზე და ავტოდაზღვევაზე და ძირითადად იყო განმაპირობებელი ვთქვათ ფასის გაძვირება, შარშან ფასი გაძვირდა და წელსაც უკვე შედარებით ნაკლები პროცენტით, მაგრამ ტემპი იგივეა, ისევ ფასით იზრდება ბაზარი და არა რაღაც გარკვეული ტიპის პენეტრაციით და შეღწევით ბაზარზე.
იმას, რომ დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში ზრდის ტემპი შედარებით ნელია. ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. 2024 წელს კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიურად მხოლოდ 20,000-ით იყო გაზრდილი და ამ დრომდე კერძო ჯანმრთელობის დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს. შედარებით ნელი ტემპებით იზრდება დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც. ამ დროისთვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. მიუხედავად ამისა, სადაზღვეო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ შემთხვევაში გასულ წელს დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში ზრდის მაღალი ტემპი დაფიქსირდა. გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდები ჰქონდა ფაქტობრივად ყველა იმ სადაზღვეო სპექტრში, რაც წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი ზრდა ჰქონდა ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით. ჯამურად ბაზარზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დაბალია პენეტრაცია ავტომობილების დაზღვევის და ეს დაახლოებით სადღაც 7%-ში აღდგენს, რაც არც ერთ განვითარებად ქვეყანაში ესეთი დაბალი პენეტრაცია არ არის. ეს სწორედ განპირობებულია სავალდებულო დაზღვევის არასავალდებულოობით. ხოლო ჩვენ შემთხვევაში გასულ წელს 2023-თან შედარებით გავიზარდეთ ძალიან მაღალი ზრდის ტემპით. ეს იყო ჩვენთვის საკმაოდ მისაღები და დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, სადაზღვეო კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ 2025 წელი მოსაოდნელზე დაბალი მაჩვენებლებით დაიწყო. მათი თქმით, ამის მიზეზი ერთი მხრივ ინფლაციის ფონზე გაზრდილი ზარალიანობაა, მეორე მხრივ კი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში ზრდის შედარებით დაბალი ტემპი შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, კომპანიებში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს სადაზღვეო ბაზარი გაუმჯობესებული მაჩვენებლებით დახურავს. იმაზე უარესი იყო ფინანსური შედეგები 2025 წლის პირველ კვარტალში, ვიდრე მოლოდინები ჰქონდათ კომპანიებს განსაკუთრებით 2024 წლის ტრენდიდან გამომდინარე. 2024 წელს ნელა შემოbrunება დაიწყო ბაზარმა, დაახლოებით მსგავსი ტრენდის გაგრძელება ველოდებოდი, თუმცა 2025 წლის პირველ კვარტალში არ იყო ისეთი, ვთქვათ, განვითარება და ზარალი გაიზარდა ვიდრე მოლოდინია. ძირითადად სამოსდაზღვეოზე მეტყველდა ავტოდაზღვევაზე, იქნებოდა ძვირდება სერვისები ამ ორ, ასე ვთქვათ, სახეობის კუთხით, საავტო კომპანიებს ეზრდება დანახარჯები, რომელსაც ისინი უნაზღაურებენ დაზღვეულებს და ამ კუთხით მოლოდინებზე მეტი იყო ანაზღაურებები. წელს მიმდინარე პერიოდში არა ისეთი სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება, როგორც გასულ წელს ჯამურად. როგორც ჯანმრთელობაში ისე ამქანებში ეს განპირობებულია სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებმა ამას რა თქმა უნდა ხელი კარგად არ შეუწყო და ამან შეამცირა ეს ზრდის ტემპი რაც იყო, თუმცა იმედი გვაქვს რომ ეს სიტუაცია უფრო მეტად დასტაბილურდება და მოგვეცემა საშუალება რომ უფრო უკეთესი ზრდის ტემპი დავაფიქსიროთ როგორც GPI Holding-მა, ისე ზოგადად ჯამურად სადაზღვეო ბაზარში. შეიძლება ითქვას ყველა მიმართულებაზე არ არის ისეთი სწრაფი ზრდის ტემპი, როგორც ეს იყო შარშან და ამან განაპირობა გარკვეულწილად. თუმცა ეს შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად ვრცელდება ჯანმრთელობის დაზღვევაზე, იმიტომ რომ ჯანმრთელობის დაზღვევა უფრო მეტად მოხმარებადი პროდუქტია, უფრო მეტად სენსიტიურია თითოეული ადამიანისთვის და მას უფრო ნაკლებად ეხება მსგავსი ტიპის პრობლემები. რა სჭირდება სადაზღვეო ბაზარს განვითარებისთვის? ამ კითხვაზე დარგის წარმომადგენლების პასუხი კვლავ უცვლელია. სადაზღვეო სექტორი უკვე არაერთი წელი ელოდება ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას. აქ დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ეგრეთ წოდებული დაშენებული სადაზღვეო პაკეტების აღდგენა სახელდება. ანუ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ისარგებლოს. ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე დიდი სფერო, 40%-ზე მეტი ჩვენი ბიზნესის, ესე ვთქვათ, 740,000 კაცზე მეტი დაზღვეული. თითქოს არაჩვეულებრივი შედეგია, ბევრად მეტია ვიდრე ბევრ ქვეყანაში, მაგრამ რასაკვირველია, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება აქ, თუ რაღაცეებს შევცვლით. ძალიან უცნაური რეგულაცია, რომელსაც აქვს ცუდი შედეგი, ის რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რომელიც შრომობს, რომელიც იხდის გადასახადებს, რომელიც ყოველდღიურ ფერხულში დგას ამ ქვეყნის, ის წყდება ფაქტიურად თუ გააპირა თავისი ჯანდაცვის დაფინანსების გაუმჯობესება, ეფექტურობის გაბა, ეფექტივნობის გაზრდა კერძო დაზღვევის ყიდვით, ის კარგავს სახელმწიფო დაფინანსებას. ეს არის ერთი თემა, რომელიც უნდა შეიცვალოს, ჩემი აზრით, რაც შეიძლება მალე. რაც შეეხება 2024 წელს სადაზღვეო სექტორის მიერ ანაზღაურებულ ზარალს, გასულ წელს კომპანიებმა ჯამში 760 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურეს, ამ მიმართულებით ზრდა თითქმის 24%-ია.
თითმა ბრიტანეთმა გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში ქართულ მოსამართლეებს ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩელაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქართული სასამართლოს მაღალჩინოსნები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. მიხეილ ჩინჩელაძემ გამოიყენა თავისი გავლენა სასამართლო დანიშვნების და გადაწყვეტილებების მანიპულირებისათვის, რათა უზრუნველყო მმართველი პარტია ქართული ოცნების ინტერესების გათვალისწინება ბრიტანეთის ხაზინამ და იმავეს აცხადებს ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით მურუსიძე უვადოდ გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც მას აძლევს საშუალებას გააგრძელოს საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულება და სასამართლო სისტემის მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მართვა, წერია ხაზინის განცხადებაში. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანის აღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით BMG TV-ს ეთერში ზუსტად 7 საათზე დროებით.